დიახ, ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ხალხის პირისპირ არიან პოლიციელები და თქვენ ახლა კადრში ხედავთ პოლიციელების უწყვეტ ჯაჭვს, ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. მთელი ეს პერიმეტრი პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე მთლიანად არიან განლაგებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და დღეს ასე ეცდებიან ისინი, რომ მოქალაქეებმა აქციის მონაწილეებმა გზა არ გადაკეტონ, თუმცა ბუნებრივია აქციის მონაწილეებს ეს არ აჩერებს არანაირად და მათ სხვა ალტერნატიული გეგმები აქვთ დღეს, რომლის შესახებაც ჩვენ ეტაპობრივად გავიგებთ. თუმცა პროტესტი რომ მუშაობს, ეს ყოველთვის ჩანს და ახლაც ქართული ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებისთვის არის დიდი დათმობის და დიდი შიშის მაჩვენებელი. კერძოდ კი ქართული ოცნება ახალ წელს არ იზეიმებს პარლამენტის წინ, მთავარი ნაძვისხი აღარ დაიდგმება პარლამენტის წინ და ყველა ეს საახალწლო ღონისძიება გადაინაცვლებს რესპუბლიკის გამზირზე. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქართული ოცნების წევრებს ეშინიათ ხალხთან შეხვედრის და ისინი წელსაც ვერ გაბედავდნენ პარლამენტის წინ მოსვლას და ნაძვისხის განათებას, რადგანაც მათ ეშინიათ ხალხის და ეს არის დიდი შიშის გამოხატულება, რაც მათ გააკეთეს და ეს არის დიდი დათმობა, რომელიც სწორედ აქ ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე პროტესტმა გამოიწვია. მე მგონია რომ შეძლებდნენ ნაძვისხის ანთებას, მაგალითად დილითო ანთებდნენ ამ ნაძვისხეს, თავისუფლად შეძლებდნენ უფრო საღამოს არის აქ აქციები, მაგრამ ეთქვა ეშინიათ ხალხის მარტო რუსთაველზე არა, ბევრგან ნახეთ პრეზიდენტი როგორ ეხვეწება ჟურნალისტებს, მაღიარეთ პრეზიდენტად და ესეთ საწყალ მდგომარეობაში ყოფილ ხელისუფლება ჯერ არ ყოლია და თვლი რომ ნამდვილად უწყვეტი პროტესტის გამო მოუწიათ შეცვლა ნაძვისხის მდებარეობის. ამ დაქცეულ ქვეყანაში საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ნაძვისხესა დადგამენ, მაგას მე მგონი დიდი მნიშვნელობა არ აქვს და მე მგონი ამ ქვეყანაში ძალიან ცოტა ადამიანი, ვისაც საერთოდ ხალისი აქვს ან ნაძვისხის, ან ახალი წლის აღნიშვნის. მათი მხრიდან ეს არის შიშის გამოვლინება პროტესტის მონაწილეების მიმართ. ნუ რა ვიცი, რამდენად საერთოდ აღსანიშნავად ამ ადამიანებს საქმე, არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან ხედავთ რომ ოცნებაში ძალიან ცუდი მდგომარეობა, ერთმანეთს დაძდევენ დასაჭერად და შეიძლება რა ვიცი, კახი კალაძესაც რომელიც აპირებს რომ საშობაო სოფელი მორთოს და რაღაცნაირად აღნიშნოს ეს ღონისძიება, შეიძლება ხვალ ბიძინეევანიშვილის კარზე გახდეს პატიმარი ის. შარშან პომპეზურად დარბევით და მთელი ამბებით დაგვიდგეს აქ ნაძვისხე და კი გახსოვთ ალბათ ვინც ეს პროტესტია და ვინც იცის და თვალყურს ადენებს ამ ყველაფერს თუ რატომ და რანაირად ხდებოდა ყველაფერი. ხედავენ რომ ვერანაირმა ჯარიმებმა, დაჭერებმა, ვერანაირმა მათმა მცდელობამ პროტესტი ვერ ჩააქრო. რუსთაველის გამზირზე დღეს პოლიცია ისევ ხალხის პირისპირ დგას და აქ პარლამენტის წინ იმყოფებიან მათ შორის პოლიტიკური პატიმრების და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები. ხედავთ არჩილ მუსელიანცის ფოტო არის და ამ ფოტოს პირისპირ დგანან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელი არის ისევ სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ქვეყანაში ახალი სამართლიანი არჩევნების ჩანიშვნა. ისინი აგრძელებენ პროტესტს, დგანან პარლამენტის წინ. არ ვიცით დღეს გადაიკეტება თუ არა რუსთაველის გამზირი, თუმცა აქციის მონაწილეებს აქვთ საკუთარი გეგმები და ეს გეგმები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.